Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად, ჩვენი სტუმარი გახლავთ რესპუბლიკური საავადმყოფოს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მღვდელი გიორგი კიკვაძე. დაგულოცეთ მამაო. მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისთვის. მამაო, ჩვენ საუბრობთ ესეთ თემაზე რწმენა და ცოდნა, რელიგია და მეცნიერება. მამაო, აი ადამიანებს გვწამს უფლის, გვაქვს რაღაც გარკვეული საკითხების მიმართ რწმენა, შესაძლოა ჩვენ ვთქვათ არ ვსაუბრობდეთ არგუმენტებით იმაზე რისიც გვწამს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვიცით რომ ეს ასია, იმიტომ რომ ჩვენი რწმენა ამის თქმის უფლებას გვაძლევს, ხო? მაგრამ ასევე ამასთანავე არის რომ ადამიანს შეიძლება წამდეს გარკვეული ცოდნის საფუძველზე. მაგალითად, ძალიან ხშირად წამიკითხავს, გამიგია რომ აბსოლუტურად აი რელიგიის საკითხს თუ შევეხებით, რწმენის საკითხს გამიგია რომ ვთქვათ ადამიანი აბსოლუტურად სხვა აღმსარებლობის ყოფილა, მაგრამ მას შემდეგ რაც შეუსწავლია, წაუკითხავს სახარება, ბიბლიას გაცნობია და ასე შემდეგ, აი ამ ცოდნის საფუძველზე გადმოსულა ვთქვათ და მონათულა მართლმადიდებლად. აი რამდენად დიდი კავშირია ცოდნასა და რწმენას შორის და ბევრი ვთქვათ პირისპირებს მას, აი თუ არის კავშირი ან დაპირისპირება მათ შორის. შევეცდები ჯერ ცალ-ცალკე. დიახ, ავხსნათ და შევქმნით კავშირი, დიახ. თქვენ ახსენეთ არგუმენტირებულ რწმენაზე. დიახ. ფიქრობ რომ რწმენას რომელსაც არგუმენტაცია ჭირდება, ის უკვე რწმენა აღარ არის, ხო? თუკი მე მიყვარს უფალი ჩემი იესო ქრისტე, რა არგუმენტი მჭირდება იმისათვის, რომ ის მიყვარდეს, მიყვარს და დამთავრდა აქ ყველაფერი. მაგრამ ადამიანური ბუნება მაინც სუსტია. თქვენ გახსოვთ წმინდა წერილიდან თქვენ მაყურებელსაც ეხსოვება მაცხოვრის სიტყვები, რომ ურწმუნო და მემრუ შემოდგმა ეძიებს სასწაულს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას გარდა იონას სასწაულისა, გულისხმობს აქ მაცხოვარი თავის აღდგომას. გარდა ამისა, გავიხსენებ იოანეს სახარებიდან ერთ ადგილს რწმენასთან დაკავშირებით, როდესაც მაცხოვარი დააპურებს მრავალ ადამიანს ხუთი პურით. და შემდეგ დატოვებს იმ ადგილს, რადგან დაუპირებენ ამ ქვეყნიურ მეფედ არჩევას, ხო? და დაუწყებენ მაცხოვარ ძებნას, მოძებნიან და მაცხოვარი გააგრძელებს ქადაგებას. და ესეც საოცარ ამეს ეუნება ამ ხალხს უფალი, რომ იმიტომ კი არ მეძებთ, რომ ღვთის სიტყვის მოსმენა გინდათ, არამედ იმიტომ რომ მიიღეთ საკვები და ამით დანაყრდით. ანუ ადამიანები მაინც ეძებენ ამ ქვეყნიურს, თუმცა არის რა უფალი მოწყალე თითოეული ჩვენგანის მიმართ ამაშიც კი გამონახავს სიკეთის მარცვალს. აი თითქოს ეს მაცხოვრის მიერ აღსრულებული სასწაულები, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა რა ადამიანების სარწმუნოებაში მოსაყვანად, ადამიანებში რწმენის გასაღვივებლად, თავისთავად თვითმიზანს არასოდეს არ წარმოადგენდა. ხო, სასწაული არ არის ქრისტიანის მიზანი, მაგრამ ის მაინც ჭირდებოდა იმ დროინდელ ადამიანებს და ჩვენც ალბათ გვჭირდება, რომლებიც ვკითხულობთ წმინდა წერილს და ამ ყველაფერს ვისმენთ, რომ ჩვენი რწმენა გაძლიერდეს, მაგრამ აი რაზე არის დამყარებული ჭეშმარიტი რწმენა, როდის არის რწმენა ჭეშმარიტი? საერთოდ ისევ წმინდა წერილს დავესესხოთ, ხო? მაცხოვარი ამბობს, რომ დოგვის მარცვლის ოდენ რწმენაც რო გქონდეს, ნუ ამას იზამთით გარკვეულ სასწაულებს აღასრულებდით, მაგრამ მაშინ რატომ დადის ადამიანები ეკლესიაში, დავდივართ ტაძარში, რატომ ვადიდებთ უფალს, რატომ მონაწილეობს სხვადასხვა საიდუმლოში, თუ კი საერთოდ არ გაგვაჩნია სარწმუნოება. ესე იგი, მაინც გვაქვს ჩვენი ძალისამებრა რა ეს რწმენა და ვევედრებით უფალს, რომ უშველოს ჩვენს ურწმუნოებას. ანუ რწმენას, რომელიც არის ნასაზრდოები უფლის სიყვარულით, არ ჭირდება არგუმენტირება. რწმენა არის, აი კატეხიზმში ესეთი მოკლე განმარტება ყველა მიცის, უხილავის რწმუნება და დაჯერება ისე როგორც ხილულისა. ჩვენ არ გვინახია უფალი, ჩვენ უფალს ვიცნობთ, ასე ვთქვათ, წმინდა წერილიდან და შემდეგ უკვე ჩვენი პირადი ურთიერთობიდან ლოცვის დროს, აღსარების დროს და ზიარების დროს, ნუ ყველაზე მეტად პირდაპირი შეხება მის წმინდა სისთან და ხორცთან. მაგრამ რწმენა, რომელიც დაკავშირებულია ცოდნასთან. ხა რა ცოდნაზეა საუბარი? ეს არის ვთქვათ მეცნიერულ ცოდნაზეა საუბარი თუ საეკლესიო განათლებაზე უფრო კონკრეტულად გავყოთ ასე. განვაზოგადოთ მამაო და შეგვიძლია თითოეულის მაგალითზეც ვისაუბროთ. ზოგადად ინტელექტუალურ სულზე ვთქვათ, რომელიც ცდილობს რომ მეტნაკლებად ყველაფერზე ქონდეს წარმოდგენა, ვთქვათ, იგივე რელიგიაზე, მეცნიერებაზე, ფილოსოფიაზე, ფსიქოლოგიაზე და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერის ინტერესი რომ ქონდეს ადამიანს. ესე იგი, ცოდნის მეცნიერების გაყოფა ერთმანეთისგან ვფიქრობ, რომ არ არის სწორი, იმიტომ რომ მე გეთანხმებით. ეს ერთი სფეროა, არ არის ეს ცალ-ცალკე საკითხები, იმიტომ რომ ჭეშმარიტ მეცნიერებას სარწმუნოება გამსჭვალავს. ნუ მეცნიერება, რომელიც არ არის გამსჭვალული სარწმუნოებით,
კი, შეიძლება იყოს დიდი ცოდნის ბაზა. მაგრამ ეს ვერ იქნება განათლება, ანუ რწმენა გატარებული გულში, იმიტომ რომ თუ კი განათლება არის მარტო გარკვეული მონაცემთა ბაზა, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ კომპიუტერის მეხსიერება ყველაზე განათლებულად, რომელიც რამდენიმე ტერაბაიტ ინფორმაციას დაიტევს, ხო? რა ინფორმაციას ის ხო იაზრებს, ის ხო არ იყენებს, როგორც ჩვენ ვიყენებთ ადამიანები. ანუ ცოდნა, რომელსაც ვიღებთ, ან რომელიც არის ადამიანებში, აი სწორედ სარწმუნოება გვეხმარება ამ ცოდნის სწორად რეალიზირებაში, სწორად წარმართვაში. თუნდაც ავიღოთ მეცნიერების, ცოდნის, ხო ეს ეგივე არა, ეთიკური საკითხები, მორალური საკითხები. შეიძლება მეცნიერს და იმდენად სწრაფად ვითარდება მეცნიერება, რომ მეცნიერება ვერც ასრებს იმაზე ფიქრს, რამდენად ეთიკურად და მორალურად გამოიყენოს მორალის ფარგლებში მის მიერ, ესე იგი მიღწეული სამეცნიერო აღმოჩენები, მაგრამ თუ არის სარწმუნოება, აი ეს დაგვეხმარება სწორი ორიენტირების, სწორად მივმართოთ ჩვენი ცოდნა. აი საინტერესოა, როგორ დამოკიდებულება გქონდათ, მოკლედ რომ გვიპასუხოთ, თქვათ, საეკლესიო მამებს საერო განათლებასთან. ნუ დღეს სამწუხაროდ არის ნაწილი საზოგადოებისა ისეთი, რომელიც ეკლესიურ ადამიანად მიიჩნევს თავს, მაგრამ თქვათ შეიძლება ცოდვად მიაჩნდეს იგივე რაღაც კლასიკური მსოფლიო ლიტერატურის წაკითხვა, იმიტომ რომ იქ ბევრი არა საჭირო ინფორმაცია შეიძლება იყოს და ასე შემდეგ. იგივე თქვათ თეატრზე კონდეს რაღაცა ცოტა შაუბნელი შეხედულება, განსხვავებული შეხედულება, ასევე მუსიკაზე და ასე შემდეგ. არის თუ არა ეს რაღაცა ფსევდოეკლესიურობა და არასწორი შეხედულება და დამოკიდებულება ზოგადად ცოდნისადმი. თუ კი ასეთი შეხედულება არსებობს და რახან ამბობთ ალბათ შევხვედრივართ, თქვენ არ შეხვედრილ ხართ? ეხლა უკვე იშვიათად, იმიტომ რომ მადლობა ღმერთს აღარ არის დღეს საეკლესიო ცოდნა, საეკლესიო განათლება ისეთი მიუწვდომელი, როგორც იყო თქვა 10 წლის წინ, 15 წლის წინ. თუ დღეს ადამიანს უნდა რომ მართლმადიდებლური სარწმუნოების ანიბანი თეოლოგიური ტრაქტატების ცოდნას, როცა არავინ თხოვს ხო ეს რაღაც ძალიან ღრმა თეოლოგიას და ღვთისმეტყველებას, უამრავი ლიტერატურა მადლობა ღმერთს და უამრავი საშუალება ინფორმაციის მოძიებს. რაც შეეხება თქვენ კითხვას, დასაწყისშივე მცდარია ამგვარი მოსაზრება, თითქოს რომელიმე საეკლესიო მამა ეწინააღმდეგებოდა ცოდნასა და განათლებას. პირიქით, სად ეფნებოდა ცოდნის და განათლების კერები. თავადაც საკმაოდ კარგი განათლება ჰქონდათ. უნებრივია ყველა უდიდესი პროცენტი მათი წმინდა მამებისა იყვნენ იმ დროის თავიანთი ეპოქის უგანათლებულესი ადამიანები და არა მარტო სასულიერო დარგში. ისინი სწავლობდნენ იმდროინდელი მეცნიერების თითქმის ყველა დარგს. ესე იყო იოანე ოქროპირი, ესე იყო ბასილი დიდი და ესე იყო ეკლესიის უდიდესი სხვა მასწავლებლებიც. და როგორი იყო მათი დამოკიდებულება საერო მეცნიერებასთან? თქვენ ბრძანეთ გიორგი, რომ ზოგიერთი ადამიანი თulis რომ კლასიკური ლიტერატურა არ უნდა წაიკითხოს მორწმუნემ, რაც რა თქმა უნდა აბსურდია. არათუ შეიძლება მისი წაკითხვა, არამედ აუცილებელია, ბუნებრივია. ზოგადი განათლება რომ კონდეს მორწმუნეს. ამიტომ გრიგოლ ხანძთელის მაგალითი მოვიყვანოთ, როგორი იყო მისი დამოკიდებულება საერო მეცნიერების მიმართ. ის რაც დადებითი ეცნობოდა ყველაფერს აბსოლუტურად და რაც დადებითი იყო იღებდა, ატარებდა მის ცხოვრებაში, ხოლო ჯერკვალი განაგდისო. ხო ესე იგი რაც ქრისტიანული ცნობიერებისთვის, რაც მართლმადიდებლური ცნობიერებისთვის მიუღებელია, მის რეალიზაციას არ ახდენდა წმინდა მამა თავის ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ ჩვენი დამოკიდებულებაც ამგვარი უნდა იყოს. ქრისტიანი უნდა ეცნობოდეს ყველაფერს, თანამედროვე ლიტერატურას, კლასიკურ ლიტერატურას, მუსიკას, თქვენ ხელოვნება ახსენეთ, არა თეატრისადმი დამოკიდებულება. მოდით აქვე შევეცადოთ, განმარტოთ აღსარებათა ჩამონათვალში ხვდებით ამგვარ რამეს, რომ თითქოს ესე იგი თეატრში წასვლა და სპექტაკლის ნახვა, სანახაობა, დიახ. ამას თავისი განმარტება გქონდა, საერთოდ ეს სიები როგორ შედგა, ალბათ საინტერესო იქნება, ხო? თქვენი ტელემაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს. თქვენ იცით მონასტრული პრაქტიკა, როდესაც მონოზონი მამაკაცი ან ქალი, რომელიც ცხოვრობდა მონასტერში, მას ჰქონდა ესეთი პრაქტიკა მონასტრული ცხოვრების, რომ მთელი თავისი დღის, ესე იგი, განვლილ დღეს უკეთებდა ანალიზს, წერდა ამას თავის ფიქრთა მსვლელობებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მოქმედებებს და საღამოს, ნუ დღის ბოლოს ან მეორე დღეს, ნუ რა ვიცი, ესე სიტუაციიდან გამომდინარე, თავის მოძღვარს, სულიერ წინამძღვარს ან თავის განვლილ სულიერ დღეს გააცნობდა. და იწერდა, ხო არ დავიწყებოდა. ისინი უკეთებდნენ ერთად ამას ანალიზს და მოძღვარი უწევდა სულიერ ხელმძღვანელობას მორჩილს ან მონოზონს.
აი ეს სიები არის წინასახე იმ სიებისა, რომელსაც დღეს ჩვენ ხვდებით ლოცვანში. და ზოგიერთი სიტყვა შეიძლება იყოს ისე შესული, რომ მორწმუნეს გაუჭირდეს გაგება, მაგალითად თეატრი. ძველ დროში, როდესაც თქვათ მე-4-მე-3 საუკუნეებში შეიძლება ეს მართლა ცოდვა ყოფილიყო, იმიტომ რომ სცენაზე ყოფილიყო ქრისტიანული ღირებულებების დაცინვა, თქვათ, ქრისტიანობის დაცინვა და წმინდანების გასარჟება და ზოგადად სანახაობა რა იყო, ქრისტიანების ტანჯვაწაება იყო სანახაობა, ხან ლომებს აჭმევინებდნენ და სხვადასხვა მოწამეობრივი გზით აღესრულებოდნენ. აი ამიტომაც ჩარჩა შესაძლებელია ადამიანების ცნობიერებაში და ამიტომაც აისახა შემდეგ ამ სიებში, რომ თითქოს დღევანდელი ხელოვნება, თეატრი და სხვადასხვა სპექტაკლები არის ცოდვა, რაც ბუნებრივია, ესე არ არის. ერთი უბედურება ალბათ ის, რომ ადამიანი არ მიილტვის ალბათ უფრო მეტად წიგნიერებისკენ, იმიტომ რომ განათლება ცოტა უფრო ესეთი სხვა თემაა და მეორე უკიდურესობა, როდესაც საკმაოდ განათლებულია ადამიანი, მაგრამ არ აქვს რწმენა და აი ამ თავის ცოდნას იყენებს არასწორად, ასე ვთქვათ, იგივე ვთქვათ, რელიგიის მიმართ დაცინვაში შეიძლება გამოიხატოს ეს და ასე შემდეგ. ანუ რამდენად ესეთი ფრაზა არსებობს, მე ამოვწერე, უკეთესია კარგი უცოდი ნდრობა, ვიდრე ცუდი ცოდნა. აი, მართალი ბრძანდებით. რამდენად საფრთხილოა ესეც, რომ გქონდეს გარკვეული ცოდნა, მაგრამ როგორ მიმართო, ესეც ხომ მნიშვნელოვანია ცოდნა. მოდი ჯერ ვთქვათ რწმენაზე. როდესაც ადამიანი არის მორწმუნე, მას ცოდნა იცავს. იცავს რისგან? რადიკალიზმისგან. თქვენ იცით, თქვენ მამაყურებლებმა კარგად იციან, რომ მართლმადიდებლობა ეს არის სამეუფლო გზაზე სიარული, რომ არ უნდა გადაუხვივართ მარჯვნივ და არც მარცხნივ. და ჭეშმარიტი ცოდნა მორწმუნეს იცავს როგორც ერთი გადახვევისგან, ასევე მეორე გადახვევისგან და ასე ვთქვათ, სწორ ორიენტირს უკეთებს მის სამეუფლო გზაზე სიარულს. ანუ, როდესაც ადამიანი მორწმუნეა, მას განათლება ჭირდება. მაგრამ ახლა მეორე მხარე, როდესაც ადამიანი მცოდნია, მას აუცილებლად ჭირდება სარწმუნოება. ჩვენ დასაწყისში ვთქვით, რომ მეცნიერების და რწმენის განყოფა ცუდი შედეგებით გება ხოლმე, როდესაც ხდება მეცნიერებისა და სარწმუნოების განყოფა. და მცოდნე და ურწმუნო ადამიანი ძალიან ისე მარტივად ვთქვათ, საშიშია. მან შეიძლება ძალიან ბევრი ცუდი რამე გააკეთოს, თუ კი არა აქვს ღირებულებები. და ყველაზე დიდ ღირებულებებს ადამიანებს გვაძლევს სარწმუნოება, ღვთისმოშიშება. ადამიანს, აი მაგალითად, მაგრამ შეიძლება თავში საერთოდ არ კონდეს ადამიანს ჩაფიქრებული ბოროტების გაკეთება. მაგრამ კაცობრიობენ წარმართო შემდეგ ის ბოროტებს. მე ნობელი ავიღოთ მაგალითად. შექმნა დინამიტი, ხო? მაგრამ მისი მიზანი ის არ იყო, რომ ამით კაცობრიობა შეექმნა საშინელი განადგურების იარაღი. პირიქით მას უნდა ადამიანებისთვის შრომის შემსუბუქება, მაგრამ კაცობრიობას არ აღმოაჩნდა რა რწმენაზე დამყარებული მორალური ღირებულებები, ამით საშინელი განადგურების იარაღი შექმნა. ამიტომ როგორც რწმენისთვის არის საჭირო ცოდნა, ასევე ცოდნისთვის არის საჭირო რწმენა. როგორც კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ეს ორი რამე განუყოფელია და ღმერთმა ქნას, რომ ყველა მორწმუნეს კონდეს გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება. როგორც ილია ჭავჭავაძე წმინდა ილია მართალი ბრძანებდა. მამა გიორგი, განათლებას, ცოდნას და აგროვილ გამოცდილებას, რასაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ვთქვათ, აგროვებს, აქვს უდიდესი მნიშვნელობა, უკვე არაერთხელ აღნიშნეთ, მაგრამ მაგალითად ვთქვათ, ახალგაზრდებს განსაკუთრებით ახალგაზრდობის ასაკში უჩნდებათ ძალიან ბევრი შეკითხვა და ამ შეკითხვებზე პასუხისგაცემას ცდილობენ, ვთქვათ, მშობლებისგან, პედაგოგებისგან, სულიერი მოძღვრისგან. აი, ხშირად შევხვედრივართ პრობლემას, როდესაც ახალგაზრდები დასმულ შეკითხვებზე ვერ იღებენ პასუხს. ამიტომ მე ხა კონკრეტულად არ ვასახელებ, ვთქვათ, ვის და რა შეკითხვას, მაგრამ მინდა ზოგადად გვიპასუხოთ, რამდენად აუცილებელია, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენთვის ავტორიტეტს წარმოადგენენ, კონდეთ შესაბამისი განათლება. ვთქვათ, სულიერი მოძღვრები იქნებიან ეს მშობლები, პედაგოგები თუ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ
თქვათ, მშობელს ვერ მოუთხოთ ყველა დარგში იყოს, ხო? არის პროფესია, რომელშიც ადამიანი არის პროფესიონალი და სხვადასხვა ზოგადი განათლების უნარები. თქვენ ასევე ბრძანეთ პედაგოგი, ხო? პედაგოგი და სულიერი მოძღვარი. აი, მამაო, ბოდიშს გიხდით, სანამ გააგრძელებთ საუბარს, აი, ჩემი სკოლის ასაკში, ვთქვათ, როდესაც მე გაკვეთილებზე ვიჭერქეთ, მეც მყავდნენ ისეთი პედაგოგები, რომლებსაც აი, მეც კი ვხვდებოდი, ძალიან პატარა ასაკში, რომ ამ პედაგოგმა უფრო ნაკლები იცის, ის ძალიან ჭკვიანია და ასე შემდეგ. ანუ მე უკვე მყავდნენ ჩემი ავტორიტეტი პედაგოგები და ვთქვათ, არა ავტორიტეტი პედაგოგები. ეს ბუნებრივიც არის, ახალგაზრდა თვითონ ირჩევს პედაგოგს, რომელიც მისთვის უფრო საყვარელი ხდება და უფრო ძვირფასი ხდება. აქ მარტო ცოდნაზე და განათლებაზე ხომ არ არის, აქ არის ადამიანის პიროვნულ თვისებებზე, რაღაც ნიშნის გამო ზოგ ადამიანთან უფრო ახლოს და კომფორტულად გრძნობთ თავს, რაღაც ნიშნის გამო უფრო დისტანცირებული ვართ. რაც შეეხება სასულიერო პირების ცოდნასა და განათლებას, მადლობა ღმერთს, ჩვენ გვაქვს სასულიერო სემინარია, სასულიერო აკადემია, რომელიც დაბეჭდებით შემიძლია გითხრათ, რომ იძლევა იმ საღვთისმეტყველო ცოდნას, რაც უნდა კონდეს და იმაზე მეცაც თუ კი ადამიანი მოინდომებს ხელდასხმისთვის გამორჩეულ, ესე იგი, კანდიდატს. ესე რომ ამ ხრივ პრობლემა არავითარ შემთხვევაში არ დგას. მამაო, აი ერთი შეკითხვა მინდა კიდე თვითშემეცნების შესახებ დაგისვათ, აი ვახსენეთ ახლა პედაგოგების, სულიერი მოძღვარები, მშობლები, ყველაფერს ადამიანი მათგან ვერ ისწავლის, ხო? აუცილებელი ადამიანმა თვითშემეცნებას მიმართოს, თავის თავზე იმუშაოს და ასე შემდეგ. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ საკითხს, აი მე გამიგია ვთქვათ, თვითნასწავლი მხატვარი, თვითნასწავლი მუსიკოსი და განსაკუთრებით დიდ პატივისცემას ვგრძნობ ხოლმე მათ მიმართ. აი რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის თვითშემეცნებას? იცით, ყველა ადამიანს ვერ მოუთხოთ, რომ იყოს თვითნასწავლი მხატვარი ან თვითნასწავლი მუსიკოსი, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა აუცილებელია. თქვენი წინა შეკითხვა ცოდნას და განათლებას ეხებოდა. აი ვფიქრობ, რომ როდესაც ადამიანი ჩათვლის, რომ მან რაღაცა იცის და რაღაცა ისწავლა, აი იქ შეჩერდება მისი განვითარება. აი ვთქვათ, მე სასწავლებელი დავამთავრე, მე დოქტორანტურა დავამთავრე, ვთქვათ, სხვა და ამით დავკმაყოფილდი. და არ დავიწყე შემდეგ შემოგმეთებითი ძიება საკუთარი თავის განვითარება, თანასწორი უბედურება ის არის, რომ იმ დონეზე ვერ დავრჩები, ანუ სტაგნაცია ხომ გამორიცხულია, ან ადამიანი ვითარდება, ან დეგრადირდება. აი რაც შევიძინეთ, ისაც დაგვავიწყდება, აუცილებლად, ყოველ მიზეზს გარეშე. ამიტომ ეს ცოდნის მიღება, განათლების მიღება და ზოგადად საკუთარ თავზე მუშაობა არის მთელი ცხოვრების პროცესი, ხო? აი ავიღოთ თქვენი პროფესია ჟურნალისტობა, თქვა დაამთავრეთ გარკვეული სასწავლებელი. შემდეგ პრაქტიკაში იღებთ გამოცდილებასა რა. ესე იგი მუშაობთ საკუთარ თავზე, მუშაობთ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწაზე. და ეს წინსვლა როგორც სულიერი, ასევე ხორციელი, არა მარტო სურვილია ჩვენი, არამედ ღვთის დავალებაც არის. თქვენ იცით, რომ მაცხოვარი ბრძანებს, რომ როგორც მამა თქვენი ზეციერი არის სრული, სრულყოფილი, ისევე უნდა იყოს თქვენ. ეს არის მოწოდება. უფლის მოწოდება თითოეული ჩვენგანი მარადიულად, ყოველდღიურად უახლოვდებოდეს უფალს, იზრდებოდეს სულიერად. და როგორც კი ადამიანი, როგორც მოგახსენეთ, შეწყვეტს ამ ზრდას, ის მაშინ დაიწყებს დაცემას. ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად, წმინდა მამები ამბობენ ხოლმე და მოწოდებულია რომ გახდეს მისი მსგავსი. ჩვენ რომ ეს არ შეგვეძლოს, რა თქმა უნდა, უფლის შეწევნით და მე ჩვენი მონდომებით, ამას უფალი არც დაგვავალებდა. ხო, ასეთ რამე, უფალი ისეთ რამეს არ მოთხოვს ადამიანს, რაც არის ჩვენთვის შეუძლებელი. ასე რომ ის რომ ღვთის ხატი და ღვთის შესაქმის გვირგვინი ადამიანი უნდა გახდეს ღვთის მსგავსი და ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, ხო, ეს არის მუდმივი პროცესი, ყოველდღიური პროცესი, ყოველდღიური სრულყოფის, საკუთარ თავზე მუშაობის, ლოცვის და ასე შემდეგ არის თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობა. აი, რამდენად საშიშია ხო ფიქრობდი, ზოგადად აი ეს საზოგადოებისთვის, ერისთვის თუ კი ამას უფრო ფართო მასშტაბებს შევძენთ, როდესაც ადამიანები ჩვენ ალბათ ხშირად გვინახავს პირადი სიმპათიის გამო არ აქვთ, თქვათ, კონკრეტულ დარგში შესაბამისი ცოდნა, განათლება და ეს ადამიანები წინაურდებიან, იკავებენ საკმაოდ ისეთ მოკლედ მაღალ ეშელონებში ხდებიან. რამდენად საშიში არის ეს მთელი საზოგადოებისთვის? არა ადეკვატური განათლების, რა თქმა უნდა. ანუ მე ხდება ხოლმე, ალბათ გაგიგიათ ისე უბრალო ენით რო ვთქოთ, აგერ ჩემი მეზობელი აგერ სულაც არ მიუღია განათლება და მშვენიერად გილოს მეწყო და მუშაობს. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი. პროტესტს იწევს ხოლმე. ალბათ საშიშია მე. საშიშიც არის და გარდა ამისა ამგვარი რამე
გულს უკლავს იმ ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება შეიძლება იშრომა, იწვალა, ისწავლა და ხედავს, რომ ასეთი რამე ხდებუნებრივია. სოფელი ესე ბოროცა ზედად დგას, ხომ, ცოდვისაგან არავინ არ არის. ჯვარი გვეწეროს ყოველას დაცული და ასეთი რამე ხდება. მაგრამ თუ კი ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენს გვერდზე მოხდა ასეთი რამ, პირიქით, ჩავარდებით განკითხვაში და გვეგონება, რომ ჩვენი შრომა არ დაფასდა. პირიქით, მოდი იყოს ეს ჩვენთვის უფრო მეტი სტიმული იმისათვის, რომ უფრო მეტი ვიშრომოთ, უფრო მეტი ცოდნა მივიღოთ და უფრო მეტი რეალიზაციის გზები ვეძებოთ ამ ცოდნისთვის და განათლებისთვის და შევხედოთ ქრისტიანულად. თუ კი ქრისტიანები ვართ, ეს ხო მარტო ის არ არის. ტაძარში მივიდეთ და შემდეგ წამოვიდეთ. შაბათ-კვირის ქრისტიანები ხომ არ უნდა ვიყოთ მარტო და შემდეგ თუ ადამიანი თავისი აზროვნებით, არაზროვნებს როგორც ქრისტიანი. ანუ ვიცით როგორ არის ხოლმე, ტაძარში დავდივართ, აღსარებას ვამბობ, წმინდა ზიარებას ვიღებ და ეს ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ აზროვნების მანერა არ აქვს ხოლმე ქრისტიანული. თუ კი ესეთი რამე მოხდა ჩვენ გვერდზე, ვიფიქროთ ქრისტიანულად, რომ ვთქვათ, რომ უფალმა აი ჩვენზე არ დაუშვა ეს ამ წუთას, იმიტომ რომ ვთქვათ, მან უკეთ უწყის როგორც მამამ, ჩემმა ზეციურმა მამამ, ჩემთვის, მისი შვილისთვის რა არის უკეთესი. ჩავარდებით განკითხვაში. ვფიქრობ, რომ ქრისტიანული ცხოვრება გულისხმობს ასევე ყოველდღიურობაში მოვლენების ქრისტიანული სოფხედველობიდან განსჯას და არა ამ სოფლიური სიბრძნის მიხედვით განსჯას. დასვინო შეკით. მამა გიორგი, აი ძალიან ცოტა დრო გრჩება და არ მინდა ისე დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელს, როდესაც მეცნიერებაზე ვსაუბრობთ, ჩვენი პატრიარქი არ ვახსენოთ. აი პატრიარქს არაერთხელ უთქვამს და გამუდმებით საუბრობს თავის ქადაგებებში, ისე როდესაც სტუმრად იმყოფებიან მასთან, რომ აუცილებელია მეცნიერების მიმართულების ხელშეწყობა. წახალისება, ყურადღების მიქცევა, რადგან მეცნიერებაზე დგას უამრავი რამ, ის არის ბევრი დარგის საფუძველი და მის გარეშე უბრალოდ განვითარება, მომავალი განვითარება ნებისმიერი მიმართულებით არის წარმოუდგენელი. რას ფიქრობთ თქვენ, რამდენად გვაქვს ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში პრობლემა? ვიცით, თქვენ მე შემიძლია ვისაუბრო საეკლესიო კუთხით. მე არ ვიქნები კომპეტენტური საერო მხრივ რო ვისაუბრო. რო ვკითხულობთ ისტორიას მონებრივია მაშინ ძალიან არ ვიყავი. მისი უწმინდესობა როგორც კი მისი აღსაყრება როგორც კი მოხდა საპატრიარქო ტაძარზე ერთ-ერთი პირველი რას მისი მოღვაწეობის შედეგად დადგა ეს იყო სასულიერო განათლების აღორძინება საქართველოში. ჩვენ ვიცით ხომ რა ძიმედრო იყო ეკლესიისთვის და ზოგადად ერისათვის რა სასულიერო განათლების მიღებაზე იყო საუბარი, როდესაც მე პირადად მახსოვს ეს რომ ადამიანები დილას აღმოსლოცვებს 12 ფურცლიანი რვეულები რო იყო იმაში წერდნენ და ერთმანეთს ათხოვებდნენ ან გადამაწერინე. ეს ესეთი მდგომარეობა იყო რა სასულიერო განათლებაზე იყო საუბარი და აი მისი უწმინდესობის მრავალმხრივი მოღვაწეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე არის ის რომ დღეს გვაქვს ჩვენ სასულიერო აკადემია, სასულიერო სემინარია, დოქტორანტურა და ერთი სიტყვით და მოკლედ თუ შეიძლება ამის ჩამოყალიბება საღვთისმეტყველო ცოდნა დგას იმ სიმაღლეზე, როდესაც საქართველოში არასოდეს არ ყოფილა. დიდი მადლობა. ჩვენი საუბარი დავასრულოთ, მართალია გადაოცლე და შეიძლება მოგცეს რეჟისორმა შენიშნა, მაგრამ უკანასკნელი აწყვრის ერთ-ერთი უდიდესი და გამოჩენილი ფიზიკოსის მაქს პლანკის სიტყვებით ის ბრძანებს, რომ რელიგია და მეცნიერება სულაც არ გამორიცხავენ ერთმანეთს, როგორც ადრე ფიქრობდნენ და რისაც მრავალ ჩვენ თანამედროვეს ეშინია, პირიქით ისინი ეთანხმებიან და ავსებენ ერთი მეორეს და მე მინდათ ხოლმე ჩვენს ტელემაყურებელს ხადე ამ მცირე დროში ყველაფერზე ვერ ვისაუბრებდით, ვისაც გაქვთ სურვილი და ინტერესი იმისა, თუ რას ფიქრობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა დროის სხვადასხვა გამოჩენილი ადამიანები, წაიკითხოთ მეცნიერებაზე, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, ასე გირჩევთ, მოიძიოთ და გაეცნოთ მათ წარმოდგენას რელიგიაზე და რწმენაზე. უღრმესი მადლობა მამა გიორგი, მე შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს რესპუბლიკური საავადმყოფოს წმინდა პანტელეიმონ კურნალის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური გიორგი კიკვაძე საუბრობდა ჩვენთან პირდაპირ ეთერში.